ბატონ გრიგოლთან გადავალ, ბატონ გრიგოლ, რატომ არ ახსენებენ ჯიუტად სტალინს? და გადავიდეთ მერე ჩვენ თემაზე სტალინი და თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას. ეს ამ ქრისტეს ჯვარზე გაკვდა. თვითონ ხალხის მოთხოვნა იყო. ხალხმა არჩია ბარაბას, ბარაბა არჩია ქრისტეს. და არა უკაცო ბარაბა იყო ცოცხალიო, ეს ქრისტია, ეს არის მაგებელიო და ეს მოვლა. 4 საუკუნე დაშირდა ქრისტიანობას, რომ ქრისტე აღედგინა. და აღადგინეს ისიც დაინტერესებულმა ჯგუფმა და ტრამპლინერებმა, რომლებმაც არ იცოდეს, სად იყო ეს ქრისტეს საფლავი, როგორ იყო, რა იყო, მაგრამ თვითონ ფანტაზიით შექმნეს. ხო და ისე გამაგრეს ეს ქრისტეს საფლავი, რომ იქ შესვლაც არ შეიძლება, აი წმინდანად გამოსვლა თვითონ იწამეს. თვითონ იწამეს, რომ ეს იყო ეს ამასთან მიახლოება როგორ ეს ხელი დაადე საკმარისად. ასე შეიქმნა იესო ქრისტეს კულტი. ხო და ეს პარტია იმიტომ არსებობს ასე და იმიტომ შეინარჩუნა 2000 წლოვანი არსებობა, ასეთ პარტიას არ გაუძლია ამდენი. იმიტომ რომ პარტია ქრისტიანობა რასაუბრობ კაცო? პარტია არება? პარტია როგორ არის? პარტია არება? არა, ძალიან ხო, რელიგიურ თემებში ნუ გადავალთ ძალიან. სტალინზე ვისაუბროთ. სტალინზე ვისაუბროთ და გეუბნები მე. კარგი. მე ქრისტიანობა არის რელიგია. მე ვიცი რაც რელიგია არის. ერთი კვირა ვიყავი მე იერუსალიმში ფიჩხაძეების მიწვევით. ქუთაისელი მშენებლები არიან ეს ფიჩხაძეები ძალიან ძლიერი. მე და დავით ცალარიძე. იმათმა ჩვენ დაგვიქირავეს ოდესელი პროფესორი, თეოლოგი, რომელსაც ყავდა მანქანა. ეს მერცედესი. იმათმა ფული მიეჩნდა, ახლა მოგემსახურებიან, ხო ეს? ერთი კვირა მოგვამაგრეს. და ყველაფერი დაგვატარეს, რაც ქრისტეს დაფეხური იყო და სადაც კი დაიბადა, სად ბავშვობა გაატარა, გერმანია, იქ ეგვიპტეში, სადაც ჭიდან წყალი დალიეს და ყველაფერი ეს და მე ხა თანდათან კრიტიკულ შენიშვნებსა და შეკითხვებს ვაძლევდი ამას. ბოლოს ერთი კვირის მერე რაშალი ვეჩერი გვაქვს და ის ვატყობდა მე რომ თავშუაზე არ ვიყავი რა. მე მითხრა გრიგოლ დავიდოვიჩო შენ რომ ჩვენ ჩავედით იმისათვის რომ ქრისტეს დაყალებზე რომ გაივლის კაცი, უფრო შემოდის ქრისტიანობა. ხო და ამ ქრისტეს დაყალებზე რომ იარე ერთი კვირაო და რამე შემოვიდაო სვენაო. მე ვთხარი შენ რას გაგიცაინდა, რაც შენ მელაპარაკე. ცოტა უფრო ახლოს ვიყავი ღმერთთან, სულ დამაშორე ღმერთს მეთქიდა. ხო, აი ეს. ხო და გაიცნა მითხრა, ასე შეცოდიო. შენ ამ იდეოლოგიითო ქრისტემდე ვერ მიხვალ. შენ უნდა იშოვო როგორო რენანის წიგნიო, ერსტ რენანი. ფრანგი მე-17 საუკუნის მკვლევარი. იმას აქვს დაწერილი ქრისტეს ცხოვრება და შემოქმედება. ის აიგითხო. ხო და ქრისტესაც ისწავლიო,
და ამ სარწმუნოების ძირსაც გაიგებო. კატეხიზმო არ უთქვია ისწავლებო? კატეხიზმო არ უთქვია არა. ისწავლებო? ჩამოდით ვარა ახლა ეს წიგნი ვიშოვე, წავიკითხე კაცო ეს ვიყოფილა, ეს ქრისტე. ეს ყოფილა ბელადი, ხალხის წინამძღოლი, ძალიან ჭკვიანი კაცი. ეს მისი მოწმეებია თუ რაღაცები რო არიან, მათე და ესენი და ისინი. მოციქულები. ესენი არიან სულ მოგონილი, გაიგე? აი, არ გინდა. ძალიან თქო ხა ამ თემაზე არ ვილაპარაკობ. მე გეუბნები კაცო. მე და შენ სხვა კამათში გადავალთ. შემა მე ივანას მითხრა თეოლოგმა, პროფესორმა ადგილზე ამ წმინდა მთაზე. აი, ახლა მე ხო, გეუბნები ხო? ადგილი ეკლესიაში ვარ და არც რენანი წამიკითხია არაფერი და ღმერთს აღვქვამ ქრისტეს, აღვქვამ როგორც ღმერთს. მომისმენ, მე ღმერთად აღვქვამ იესო ქრისტეს. უზარმა, ეს არის ბელადი. ეს არის ხალხის მეთაური, მიუხედავად ამისა, რომ ებრაელი რაბინი იყო, ეს იყო ესე იგი ხალხის პროგრესული ებრძოლა ის იუდაიზმს, გაიგე, როგორც რეგრესულ სარწმუნოებას და აღიარა მან ქრისტეს წმენა როგორც პროგრესულად, გაიგე, ესე და აი ამიტომ გაძლო, რომ იმაში იყო სოციალური თანასწორუფლებიანობა, ხალხთა თანასწორუფლებიანობა, არა მარტო სოციალური, ხალხთა თანასწორუფლებიანობა, სიტყვის თავისუფლება, ესა პროგრესული აზროვნება და ამიტომ დარჩა. განკვეთა ის საფრანგეთის იმან რელიგიამ, განკვეთა, ხო და გავიდა 2 საუკუნე და მე-19 საუკუნის დასაწყისში უზარმაზარი ძეგლი აუგეს ამ ზენას. ხო და დღესაც არის საფრანგეთში, მე ნახე იქა, მივედი, პატივი ვეცი, ყველაფერი. დავუშვათ რენანის შკუაზე რატო უნდა ვიაროთ, როცა ჩვენ გვაქვს წმინდა მამების გადმოცემა, წმინდანების გადმოცემა, ასურელი მამები ქადაგებდნენ და ბევრი სასულიერო პირი თეოლოგიაში უკეთესად ერგოვა ვიდრე მე და თქვენ. ძალიან თქო ამ თემაზე შევწყვიტოთ საუბარი და გადავიდეთ იმ თემაზე რა კითხვას დაგისვით. რატომ არის რომ დღეს თანამედროვე პოლიტიკური ლიდერები არ აღიარებენ? იმიტომ დაგმეს ქრისტე 40 საუკუნე, იმიტომ დაგმეს, რომ ის აკეთებდა იმ საქმეს, რასაც სტალინი აკეთებდა. სტალინი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. პირველ მსოფლიო ომის დროს თქვა სტალინმა, მე-18 ყრილობაზე თქვა, რომ პირველი მსოფლიო ომი ეს იყო უსახელო ომი, რომელმაც ვერც თავარსარდალი გამოარჩინა, ვერც გამარჯვებული სახელმწიფო გამოარჩინა, გამწარა და სისხლი მოუყვანა ყელში გერმანიას, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ ფაშისტური იდეოლოგია ჩანერგა ამ პირველმა მსოფლიო ომმა და რა მოუტანა პირველმა მსოფლიო ომმა დედამიწას? მოუტანა ის, რომ კაპიტალიზმს ჩამოაშორა დედამიწის 1/6 და ის გახდა კომუნისტური. ის სულ სხვა და აზიარა ის ქრისტეს წმენას 10 წმენაზე აშენდა მე-6 ნაწილზე დედამიწის ქრისტიანული სარწმუნოება და 10 სახარებაზე აშენდა ჩვენი კონსტიტუცია, 36 წლის კონსტიტუცია. რომის მსგავსი კონსტიტუციას არც ერთ სახელმწიფოში დედამიწის სულზე არ დაწერილი ასეთი დემოკრატიული კონსტიტუცია, რაც 36 წლის კონსტიტუცია იყო. მაგაში არავინ გამათება, სხვა რაღაცაზე ვსაუბრობთ ჩვენ ახლა. გადავიდეთ იმ თემაზე, რომ რატომ აშინებს დღესაც სტალინის სახელი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხო და იქამდე მივდივარ. ასე ფრაგმენტულად რომ ვამბობთ, ამიტომ ვერ იგებს ხალხი. ხო. ვახტანგ გოგუაძემ დაწერა წიგნი სტალინი და საშინელი საბჭოო. კი ბატონო. რომელიც არის დღევანდელი სახარება, გაიგე? რომ ეს იყო მიახლოებული ქრისტეს მოძღვრებასთან, გაიგე და იმიტომ დაესია მთელი მსოფლიო სტალინს და სოციალისტურ სისტემას,
რომ თანდათან უახლოვდებოდა ცეცხლი და იმას გეუბნები მართალ რომ პირველმა მსოფლიო ომმა რომლითაც მსოფლიო ეძებდა თავისი სისხლის გაუმჯობესებას სისხლის გამოცვლას რომ ერთი რომელიმე დიდი სახელმწიფო მაშინ ჩინეთი იყო ეს უბადრონოთ აი ჩინეთი დაეპყროთ გაენაწილებიათ ამ დიდ კაპიტალისტურ ქვეყნებს და ამით სისხლი განაეხლებიათ მაგრამ რა მიიღეს უარესი იმიტომ რომ დედამიწის ერთი მეექვსეთი ნაწილი გამოეყო კაპიტალისტურ სისტემას და გახდა სოციალისტური გაიგე და ეხლა იწყებენ ესენი მეორე მსოფლიო ომს და პირველმა მსოფლიო ომმა ერთი სახელმწიფო და ერთი კონტინენტი დააკარგია კაპიტალისტურ სამყაროს და რა იციან კაპიტალისტებმა რომ მეორე მსოფლიო ომი კიდევ უფრო მეტად დააძარადებს ამ კაპიტალისტურ სისტემას და მეორე მსოფლიო ომმა დედამიწა გააწითა ნახევარი დედამიწა და ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს რომ მე-20 საუკუნეში თავდებოდა პირველი ცივილიზაცია რომ მესამე ათასწლეულში ჩვენ ვერ გადავიდოდით ამ ცივილიზაციით და ყველა ელოდებოდა ამ მე-20 საუკუნის დასასრულს კატასტროფას რომ ქრისტეს ხანაირი მოვიდოდა ასე არის ყველგან მე მახსოვს თქვენ არ გახსოვთ ეცა მაგრამ გაუხანგრძლივა სტალინმა კაპიტალისტურ სისტემას არსებობა იმით რომ მან ძალთა ბალანსი შემოიღო ძალთა ბალანსი დაამკვიდრა დედამიწაზე რომ გამოიგონა მანაც ატომური ბომბი დაუპირისპირა იმას და ვეღარ გაბიდა კაპიტალისტურმა სისტემამ მესამე მსოფლიო ომი მეორე მსოფლიო ომმა რა თქმა უნდა რა დიდი კატასტროფა გამოიწვია მთელი მზე ამოდიოდა და არ ჩადიოდა დიდი ბრიტანეთის იმპერიაში და ნოლზე დასვა დიდი ბრიტანეთი ნოლზე დასვა სტალინმა და მთელი ეს კოლონიები ჩამოაშორა და პოტსდამის კონფერენციაზე უთხრა რომ პატერიალი კოლონიო გაიგე იმა თქვა ჩერჩილმა ავი პატერიალი კოლონიი და ხო აქტო ეონა შორ თუ დაკარგეთ ვიღაცას უდეპოვა ხო იმე თქვენ კი არ დაკარგეთო იმ ხალხმა დამოუკიდებლობა იპოვაო გაიგე ე დაკარგული კი არ არისო იმათმა დამოუკიდებლობა იპოვესო გაიგე არავის არ უპოვნია ის თავიანთ თვითონ იპოვეს სწორედ მოიპოვა ახლა მიდის პირიქით ამ პროცესში ხო ეხლა რაშია საქმე და რომ მიდიოდნენ ისა ტრუმენი და ჩერჩილი ამ პოტსდამის კონფერენციიდან თქვენს რომ მივდივართო რა მიგვაქო ჯიბე გაფხეკილები მივდივართ კონფერენციიდანო ჯიბე გაფხეკილებიო სტალინი მალე მოგვადგება ჩვენო მალე მოგვადგება სულ მალეო ხო კენედიმ კაცო 62 წელს როდესაც ჩვენ კოსმოსში გავუშვით თანამგზავრები თქვა რომ საბჭოთა კავშირმა ჩვენ გაგვასწრო სკოლის ვერხიდან მან შექმნა ეს განსწავლული ქვეყანა რომელმაც კოსმოსში წავიდაო კოსმოსი და ანგარიშობდნენ ამერიკელი ეკონომისტები რომ 70 წელში საბჭოთა კავშირი იქნებოდა 4-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები 4-ჯერ უფრო ძლიერი ეკონომიკურად რომ მისი დამზე არსებობს პირველი 5 წელი შედეგების შეჯამება რომელიც 32 წელში სტალინმა შეაჯამა და გამოუშვა ერთი პატარა პროგრამა სადაც არის ყველა გაზეთის გამოხმაურება რამე რომ ეს თიხის შემდგარი კოლოსი კი არ არის ეს არის რკინის საუკუნეში შესული ქვეყანა ეს ხისკავიანი რუსეთი არის რკინის საუკუნეში შესული ქვეყანა მაგაში ხო არავინ არ გეწინააღმდეგება არ მეწინააღმდეგება იმიტომ რომ ასი არის მოყოლებული არ არის სტალინი ჩვეულებრივი ადამიანი სტალინი მოდის
არ შეიძლება ადამიანმა გამოიგონოს უფრო კეთილშობილი წყობა, ვიდრე ეკონომიკური თანასწორუფლებიანობა და სოციალური თანასწორუფლებიანობა. გეთახვევი. ამაზე უფრო და ეს არის სტალინის გამოგონებული, რომ ადამიანი არ იყოს ექსპლუატირებული. ეს არის პირველი იცი მარქსსა და ეგერს რა დღეს შეაყენებს სტალინი თავის ნაშრომებში? ეს არ იწერება. ხო, მე მაქვს მეორე გადაცემა ის გავაკეთოთ. რას ამბობს მარქსი, რას ამბობს ენგელსი რუსეთში სოციალიზმის მშენებლობის შესახებ. გადაუხვიაო გზასო. ვინ გადაუხვიაო? სტალინმაო, ეგრე ამბობენ ეგენი მაგის არა, მინდა. გაზო, თქვენ გინდათო რუსეთის მონობაო. ხო და იმიტომ გინდათ რუსეთი რომ ცალკე დამოუკიდებელ ქვეყნად იქცესო, რუსეთის ხალხი უნდა განადგურდესო. ხო და ამ ხალხის პატრონი, ამ ხალხის მეთაური ეძულება მსოფლიოს რა ბიძინა ივანიშვილი ძალიან უყვარს ახლა რომ სტალინი აღდგეს და მისი მეთოდები შემოვიდეს ქვეყანაში ანდა ჩვენს მილიონერ დეპუტატებს რომლებმაც ამოდენა ქონება ჩაიგდეს ხელში და ერთ-ერთი ვერ გახსნეს რომ ხალხი ამოდენ ვითომ ჩვენი სულელური ანეკდოტები რომ შეიფობდნენ ქართველები და მერე ბოლოს დედამიწას თუ ანაწილებდნენ მერე მივიდენო და რა ვქნათ უგაცო ჩვენ ვიცა ხო და აგერ ჩემთვის მქონდა ეს მიწაო და ეს მქონდა თქვენ აი მიწა ეხლა ჩადით ხეთიდან მოყოლებული გორამდე ეს ტელეფონის დიდი ველი და თუ სამია გაკაწული და თურამია დარგული გეუბნები რომ გავხვიდოდი მცხეთიდან გვახჩობდა ყვავილების სული იმდენი ყოლისა ვაშლი და იმდენი მსხალი და იმდენი ის იყო კაკალითი დარგული რა ეს გზები ფართე გზები ეს უზარმაზარი დიდი სატრანსპორტერება იმიტომ არის რომ ჩქარა წაიყვან ამე კაპიტალისტებმა ერთი ქონება ერთ ხარაზე მეორე ქონება მეორე ჩვენ რა ქუთაისი ჩიხი გაგვიხდა სესტაფონი ჩიხი გაგვიხდა სამდანია ჩიხი გაგვიხდა ყველაფერი ეს ჩვენთვის კი არ გააგეს თავიანთვით გააგეს ხო ხო სტალინი კიდევ გაწო სადაც სოფელი იყო იქ ესე მოხული რომ ყველას მანქანა დაენახა და ყველა მანქანა დამძალინო და ყველა ადგილზე მისულიყო ვიცით ყველაფერი მაგაში გეთანხმები ხო მაგრამ აი ახლა მე კითხვას გისვამ რატომ უგულველყოფს პუტინი მე გეუბნები რომ ეხლა რომ სტალინი მე-20 საუკუნეში რომ ძალთა ბალანსი არ დამყარებულიყო მესამე მსოფლიო ომი დაწყებული იქნებოდა დღეს იქნებოდა ჩვენ ჯოხებისა და ქვებით სროლაში ერთმანეთთან ომის დროს მეო ვიციო მეორე მსოფლიო ომი როგორი იქნება აინშტაინმა თქვა მაგრამ წარმოდგენა არ აქვს როგორი იქნება მესამე მსოფლიო ომიო მაგრამ მე-4 ვიცი რომ ჯოხებით იქნება ხო მე არა მესამეზე თქვა რომ ჯოხებით იქნება მესამეზე არ ვთქვია ეგრე იქნება ამიტომ ვიდეო სტალინი არის ღმერთი რომელიც ცეცხლითა და מחვილით დაბრუნდება დედამიწაზე მესია მე გეუბნებით ამას შენ არ მიჯერებ შენ იმიტომ რომ შენ ლიბერალი ხარ რა ვარ მადლობა ესე დიაგნოზი დასვა ესე იგი შენ გგონია რომ რახან მე სტალინს ღმერთად არ ვაღიარებ ამიტომ ლიბერალი ვარ ამის გამო ბიჭო ჩერჩილი თუ აღიარებს ანტონი დენი თუ აღიარებს რუზველტი თუ აღიარებს ინდოეთი თუ აღიარებს ღმერთად არავინ არ აღიარებს დიდ პოლიტიკურ ლიდერად აღიარებენ ღმერთი არის ერთი სამება განუყოფელი მამა ღმერთი ძაღმერთი და სულიწმინდა გინახია სინდისი გინახია სადმე ვინა სინდისი სადმე გინახია სინდისი ხო არა უშალა აქ და სადმე და ხებოდე ეს მაგარი ვიჯო ისო როგორი პატიმრები ყავს ჩვენ სინდისი გარეთან კონდა სინდისი და ბიჭო ციხეში სად იპოვე ეს სინდისი კაცო
იმიტომ შევიდა ეთყობა შეგო იცი ერთ-ერთმა მეცნიერმა მედიცინის გაკვეთა ადამიანი და კითხეს რომ ღმერთიო იციო სად არისო და ღმერთი არ ვიციო მაგრამ აიო ახლა გავკვეთეო ადამიანიო და აი სადვე ხედავო სინდისო ხო გჯერავს სინდის კი მომჯერავს აი რომ გავკვეთეო სინდის ხედავო სადმე ნუ თხრა არა ხო და ეგრე ღმერთიც არისო მაგრამ შენ ვერ ხედავო ვინც საჭიროა ის ხედავს მე და შენ ვერ ხედავ შენ გონია რომ სტალინია იმიტომ რომ სტალინი დაინახე და მიგაჩნია რომ სტალინი მიყვებოდა ქრისტიანულ გზას და სტალინი არ იყო ჩემი აზრით იმ გაგებით ანტიქრისტიანი და ათეისტი როგორც უნდათ რომ წარმოადგინონ ლენინის დონეზე მიიყვანონ ესეთი არ იყო სტალინი იყო მორწმუნე მართლმადებელი ქრისტიანი და მისი იდეოლოგია იყო სახალხო მართლმადებლური იდეოლოგია მაგრამ სტალინი ღმერთი არ იყო და ამას ნუ ამტკიცებ ძალიან თუ მეორჯერ ჩემთან აღარ ეხლა მომისმინე იმიტომ რომ შეხან ის ორთოდოქსისა ორთოდოქსი მაგის გულისთვის ციხეში მიჯექი და ეხლა შენ მე მემკითხე ცილინდრი უნდა დაიხურო შავი ცილინდრი რატო უნდა შავი ცილინდრი ისა იმაში ისრაელში არის ასეთი ქართველი ებრაელები ხო და ურტყამენ იმას ეგ ხასიდები არიან ეხლა სხვა რაღაცას ხასიდებზე ამბობ ეხლა მიშლის გადაცემას თავში ეს დავამატე თქვენს პატარა ეხლა ისეთ თემებს შეეხო ბატონი გრიგორი კი გასაგები არსებობს რელიგიები ღმერთის გარეშე რა თქმა უნდა ეგეთი რელიგიებიც არის ბუდიზმი ღმერთი არ აქვს ის ბუდა რეალური პიროვნება იყო რომელიც გასხიოსდა მაგრამ ღმერთი არ აქვს საუკუნეში არის ამ ეს ისლამის ის არის გეხოცები რელიგიაზე ვილაპარაკებთ რა თუ გინდა რელიგიაზე საუბარი ცალკე გადაცემაზე ვილაპარაკებთ რელიგიაში ახლა ვერ ერკვევი და არ გინდა რელიგიაზე ლაპარაკი და სტალინს ნუ მივაბამთ ღმერთის იპოსტას ეს არ არის სწორი ერთხელ ქართველებმა ეგ შეცდომა დაუშვეს და აღარ ვისაუბროთ მაგ თემაზე. გავაგზავნოთ ჩვენ თემაზე, რაზეც არის თქვა რელიგიათმცოდნეობაში არის ეკლესია ცალკეა, არის დენომინაცია, სექტა და კულტი. აი ადამიანის გაღმერთება მარადონას ეკლესიაც არის არგენტინაში. კი ბატონო. ხო, მაგრამ ეს არის ადამიანის გაღმერთება. კულტი ქვია მაგას, რელიგიათმცოდნეთი, აი რელიგიათმცოდნეობის ტერმინოლოგია. კი, გასაგებია, მე შეიძლება თქვა ადამიანის ისე წამდეს გააღმერთო, ანუ ის უკვე ღმერთი გახდეს. ჯეკაში ხო არის სადა ქრისტე, ჯეკაში. ზეღთისა. ჯერ იყო ჯეკაშისა, არიში ბატონო. რენანის იდეოლოგიით ჩვენ მართლმადებლები არ საზრდოობთ და არც ვისაზრდოებთ. ამიტომ რენანს საქართველოს მართლმადებლური ეკლესია არ აღიარა. არც ერთი რელიგიური კონფესია არ აღიარა. თქვენ თუ თვლით რომ რენანი არის ჭეშმარიტების ცნობი, არავინ არ აღიარებს ამას აბსოლუტურად. მით უმეტეს საქართველოს მართლმადებლური ეკლესია. არ აღიარებდა არც ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, არც დღევანდელი პატრიარქი და არც მომავალში არავინ არ აღიარებს. ძველი საფრანგეთში უდგა და საფრანგეთში სად არის მართლმადებლები? საფრანგეთიდან მოდის საჭრუნოება. ნუ რას ლაპარაკობ. საფრანგეთის გამანათლებელი იყო ზაბულონი, რომელიც იყო მამა წმინდა ნინოსი, რომელიც წამოვიდა და საქართველოს განაათლა და საფრანგეთის გამანათლებელი ქრისტიანობის მიმტანი არის ზაბულონი, წმინდა ნინოს მამა. ეს არის ისტორიულად დამტკიცებული, მე ზღაპრებს კი არ. ამ თემაზე წავიდით, კაცო, ამ თემაზე. ხო და რა ვიცი, გადამიყვარა. წავიდით ამ თემაზე. სტალინი და თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა. ტრუხანსკის ციხიდან განთავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ სტალინი არა მხოლოდ 1917 წელს და უახლოეს პერიოდს აანალიზებს ზუსტად და შეუსტომლად, არამედ იმ